წარმოგიდგენთ 4 რაუნდიან კრივს 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რინგის ლურჯ კუთხეში მოკრივე ხობიდან ველოდი მიქელაია. Feel good, ground shaking when I shout. You ready? Let us go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment. I own this crown. They whisper names behind my back, but silence screams when I attack. It's like verdicts bleeding truth left of you. მისი მოწინააღმდეგე რინგის წითელ კუთხეში მოკრივე გორიდან თორნიკე გიგაშვილი. Rising up back on the street, did my time, took my chances, went the distance, now I'm back on my feet, just a minute his will to მაშასე მეგობრებო მორიგი ორთაბრძოლა თქვენს წინაშე 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიანი მსოფლიოს არეიტინგო ბრძოლა. ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან ახალგაზრდა მოკრივე ხობიდან ველოდი მიქელაია, ხოლო მის წინააღმდეგ გამოცდილი გორელი მებრძოლი თორნიკე გიკაშვილი. თორნიკე გიკაშვილი ვარჯიშობს გორში ვლადიმერ ჯანეზაშვილის ხელმძღვანელობით. საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა. მიქელაიას რაც შეეხება უკვე გამართა ორი ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე და აი ახლა გიკაშვილთან გამოცდის საკუთარ ძალებს. ძალიან აქტიურად დაიწყო ეს ორთაბრძოლა პირველივე წუთებიდან. გიკაშვილი აქტიურობს. უძლიერესი დარტყმა იყო. რეფერი რინგზე გახლავთ დავით ნაზარაშვილი, ხოლო შემფასებელი მსაჯები ამ ბრძოლის იქნებიან თამაზ ყარაგვეზაშვილი, გელას ხირტლაძე და ვაჟა ცაციაშვილი. აი ასე კიდევ ერთხელ ძალიან აქტიურობს. ზოგადად თორნიკე გიგაშვილის ბრძოლის სტილი მე ვიცი, თავიდანვე აქტიურად იწყებს და ცდილობს მეტოქის გადატეხვას. სწორედ ასე იქცევა ამ შემთხვევაშიც. ყოფილი ვარ მისი სეკუნდანტი საზღვარგარეთ გამართულ ბრძოლაში, ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგი მებრძოლია და ნახოთ რა სიზამს ახალგაზრდა მიქელაიას წინააღმდეგ. აი ნახეთ. კარგი დარტყმა იყო. მიქელაია ცდილობს მაქსიმალურად თავი დაიცვას, მეორე ნომრად იმუშაოს, ჩაშალოს გიკაშვილის ელვისებური იერიშები. კარგი დარტყმა იყო ამ შემთხვევაში. კარგი შეტევა კлау გიკაშვილის და კლინჩი გადაიყვანა მოქმედება ველოდი მიქელაია. არაფერი ეს
კარგი შესვლა იყო მიქელაიასი, თუმცა გიკაშვილი კვლავ იერიშზეა. დამთავრდა პირველი რაუნდი. საინტერესო ბრძოლა იყო, როგორც უვარაუდე, ძალიან აქტიურად დაიწყო თორნიკე გიკაშვილმა. ეს ორთა ბრძოლა გამოცდილი მოკრივია, ვნახოთ ენერგია როგორ ეყოფა შემდეგ რაუნდებში. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark while you scroll for likes. I stack the bricks, callous hands gripping truth, not tricks. Sweat maps the floor where doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No golden ticket, just steel-toed grind. Left comfort bleeding, far behind. You think it's fame that carves a name? Watch how real men earn their flame. 1% მაშა სეგან მეორე რაუნდი. კლავიერიშია გიკაშვილი პირველ ნომრად ძალიან აქტიურად მუშაობს. მინდა ვთქვა რომ გიკაშვილს ბევრად ნაკლებ წონებში აქვს გამართული თავისი ბრძოლების უმრავლესობა, თუმცა აი ახლა უკვე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ძალიან კარგად გამოიყურება. პირველი რაუნდის მსგავსად ვითარდება მოვლენები. აი ხედავთ. მიქელაია ოდნავ უფრო მაღალია გიკაშვილზე. ეხლაც კარგი შესვლა იყო მისი მხრიდან. და კვლავ კლინჩი. იგივე სტილში ვითარდება აბსოლუტურად მოვლენები. პირველ ნომრად მუშაობს გიკაშვილი, ძლიერი დარტყმების მიყენება ცდილობს, მეორე ნომრად მიქელაია გადადის და შემდეგ უკვე შორიდანვე ძლიერი დარტყმებით ცდილობს მეტოქის გატეხვას. მარცხენა ორჯერ კარგი იყო მიქელაია ამ შემთხვევაში. კარგი გასვლები, ახლა გიკაშვილმა კარგად უპასუხა მარცხენა ჰუკით. და ახლა ბრძოლაში როცა შედიან უკვე კლინჩი იწყებენ მუშაობას მოკრივეები. დასრულდა. მეორე რაუნდიც. სხვათა შორის უნდა ითქვას რომ კლინჩით ძალიან დიდი ენერგია მიდის. მიიღებენ დავალებებს სხვათა შორის გიკაშვილის კუთხეში. ძალიან გამოცდილ მოკრივეებს ხედავთ. ავაკიანი ბაკურიანელი მოკრივე მიშა ავაკიანი, რომელიც WBF სოფლიო ჩემპიონის გამრავლებელია.
და ასევე მიხეილ ხუციშვილი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი ქართველი პროფესიონალი მოკრივე. ამ შემთხვევაშიც აი როგორც წინა ბრძოლაში მე ვფიქრობ მიქელაიას შეუძლია როდესაც გიკაშვილი წებს იერიშს ფეხებზე სწორი მოძრაობით მოეცალოს და თან დარტყმა მიაყენოს ეს იქნება მისთვის კარგი შანსი თითქოს დაიღალნენ მოკრივეები, გიკაშვილსაც ინტენსიურობა მოაკლდა. რაც შეეხება მიქელაიას დარტყმებს, აქცენტირება აკლია თითქოს. არა და გრძელი ხელი აქვს, შეუძლია ჯებით კარგად იმუშაოს. თუმცა აი, კვლავ კარგი შესვლა გიკაშვილის მხრიდან. აი ახლა კარგი დარტყმა იყო მიქელაიას შესრულებით. და კვლავ კლინჩი. დასრულდა ეს რაუნდიც. საკმაოდ თანაბარი რაუნდი იყო, თუმცა აი გიკაშვილის გამოცდილება მაინც ჩანს ნათელია. Just shadows in the dark while you scroll for likes. I stack the bricks, callous hands gripping truth, not tricks. მეოთხე რაუნდი. სადაც გადაწყდება ამ ბრძოლის ბედი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკურად როგორ არიან და გამძლეობით მომზადებული მეოთხე რაუნდისთვის მოკრივეები. გააქტიურდა ველოდი მიქელაია. მივესალმები შენს გამომწერებს.
გააქტიურება მნიშვნელოვანი ბოლო რაუნდია და აი მიქელაი აქტიურობს უკვე ამ რაუნდში. ყველაფერი უნდა ჩადონ მოკრივეებმა. რაც შეუძლიათ ყველაფერი უნდა ჩადონ. რადგან გადაწყვეტილი არაფერია ამ ბრძოლაში. კარგი იყო გიკაშვილი. ფეხი აუცურდა კუთხეში. კარგი დარტყმები და ისევ კლინჩი. კარგი იყო. უძლიერესი დარტყმა მიქელაიას შესრულებით, თუმცა გიკაშვილი კარგად დაუხდა ამ დარტყმას. მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც გადის ახლა ეს ბრძოლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული კრივის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არხზე კი ყველაფერი გელით ქართული კრივის შესახებ, ვიდეო ბლოგები, ბრძოლები, ლაივები, შორტები და ბევრი საინტერესო მასალა. ამასობაში კი ეს ბრძოლა დასრულდა, დაძაბულობა არ აკლდა ამ დაპირისპირებას. ახლა კი ვნახოთ, როგორ შეაფასებენ საჯები ამ ყველაფერს. საინტერესოა რა ქულები დაიწერა, დაიწყვის ახლა კომისია და საბოლოოდ გამოცხადდება გამარჯვებული აი ამ ბრძოლაში. უნდა ითქვას, რომ დღეს გამართული ყველა ბრძოლა იყო საკმაოდ თანაბარი, დაძაბული. ჯერჯერობით ვერ ნახეთ ნოკაუტი აქედან გამომდინარე. თუმცა ნამდვილად გაამართლა ყველა ორთა ბრძოლამ გულშემატკივრის იმედები. ძალიან საინტერესოა, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, მე პირადად ნამდვილად გამიჭირდება გამარჯვებულის დასახელება აი ამ ბრძოლაში. ნახოთ რა გადაწყვიტეს მსაჯებმა. მაშასე 4 რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ გაგაცნობთ მსაჯთა გადაწყვეტილებას ქულების მიხედვით. 39-ით 27, 27-ით 29, 38-ით 38 დაპირისპირება დასრულდა ფრე. Now I'm not gonna დაფიქსირდა ფრე, ვფიქრობ მართლაც სამართლიანი შედეგია. ნამდვილად არაფერი არ დაზოგა, არც ერთმა და არც მეორემ.